თბილისის საკრებულოში ჟურნალის ფსისკარი 1852 პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დედაქალაქის მთავრობის მხარდაჭერით და პატრიარქის ლოცვა კურთხევით განხორციელდა. ჟურნალის ხელახალი გამოცემის მიზანი კვლავ განათლების დონის ამაღლება და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია. ფსისკარი გიორგი ერისთავმა დაარსა და პირველი ნომერი სწორედ 1852 წელს გამოიცა. განახლებულ ჟურნალში კი უკვე დასაქმდნენ აფხაზი და ოსი მწერლები. დაგეგმილია მოთხრობების ოსურ და აფხაზურ ენებზე თარგმნაც. ვფიქრობ, რომ განახლებული რუბრიკით ამ ჟურნალის გამოცემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ის დააკმაყოფილებს იმ მოლოდინს, რასაც საზოგადოება მისგან ელოდება. ძალიან საინტერესოდ შედგა ცისკრის რედაქცია. მის შემადგენლობაში ჩვენ შევიყვანეთ ჩვენი თანამოძმენი აფხაზი და ოსი კოლეგები, ლიტერატორები, რაღაცა ნაწილი ცისკრისა აფხაზურ და ოსურ ენებზეც უნდა ითარგმნოს. მათ უნდა იგრძნონ, რომ ისინი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი თანამოაზრეები. ცისკარი აღდგა, ცისკარი განახლდა როგორც ფორმით, ისე შენარსობრივად. ნებისმიერმა ქართველმა იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცისკარს ქართული სულიერებისთვის. პიროვნებაში წარმოდგენილია ძალიან ბევრი საინტერესო ავტორი, არიან ახალგაზრდები, არიან ძველი გაზრდებიც. ჩვენი მიზანია ერთგვარი შემაერთებელი ხიდის როლი ვითამაშოთ, ძველ და ახალ თაობას შორის.